მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული მარადიული შეწყარებული მოტივებული განკურნებული მიმიტევებია ყველასათვის მომიტევეთ თუ რამე დაგიშავეთ და запрещаю всех на меня зло лиха плохо влиять да запрещаю чем тавсад сама себе запрещаю на других зло лиха плохо влияниебс и все пересценарებდება переконвертირდება ტრანსფორმირდება სვეტრობილ სიხარულის სიყვარული ჩემსა ბლაგა ნაცნობებისათვის უცნობებისათვის ვა ბლაგა все злые деструктивები негативები отключается никак не влияет никак не достигает только сжигается обнуляется сжигается обнуляется сжигается обнуляется ეხლა რამიდა ველაპარაკო ჩემ თავს აი მაგალითად რა არის ცეცხლი რა არის სანთელი რა არის ცეცხლის ძალა წყალი ყველამ ვიცით რაც არის ხო აი რა არის წყალი რა არის ცეცხლი რა არის სანთელი რა არის ჰაერი მიწა ყველამ ვიცით რაც არის ხო მიწა დედამიწა და მიწა ყველამ ვიცით რა არის ჰაერი ყველამ ვიცით რა არის ჰაერი რა არის ცეცხლი რა არის სანთელი აი ეს მინდა ვილაპარაკო ეხლა სანთელი უნდა იყოს სუფთა რა ცეცხლის ძალა ხო ცეცხლის ძალა მაგალითად ეხლა ცეცხლის ძალით სახში რო სანთელი ინთება ცეცხლის ძალით უნდა დაიწვას ყველაფერი ნეგატივები და სანთელს აქვს რა ქვია ცეცხლის ფუნქციაც წყლის ფუნქციაც მიწის ფუნქცია და ჰაერის ფუნქციაც ჰაერი ცეცხლი წყალი და მიწა ერთად არის გაერთიანებული ამ სანთელში ანუ რა ქვია უნიკალური ინსტრუმენტია სანთელი რომელშიც არის გაერთიანებული 4 სტიქია ცეცხლის სტიქია, ჰაერის სტიქია, წყლის სტიქია და მიწის სტიქია. სანთელში არის ეს გაერთიანებული. სვინეცი ტყვია სხვა რაღაც არის. სვინეცი ტყვია სხვა რაღაც არის. სვინეცეც ვილაპარაკებ. ხო, სანთელში არის გაერთიანებული ეს მიწის ენერგიები, მიწის ენერგიები. ეხლა დავუშვათ ეს ცეცხლის ძალა, ხო ადამიანი ჩვენ ვართ ყველა ცეცხლის ცოტა თუ ბევრად სტიხიურები რა ეს კოსმიურათაც და ისედაც ხო ვარსკვლავურადაც და ზოდიაქურათაც და რა ვიცი რაც უნდა ის დავარქვათ ცოტა მეტად ჰაერის სტიხიაში ვარ, ცოტა მეტად წყლის სტიხიაში ვარ, ცოტა მეტად მიწის სტიხიაში ვარ და ასე შემდეგ. ეხლა ეს სანთელი უნდა იყოს საერთოდ, როდესაც ადამიანი ლოცვას აკეთებს, ამ სანთელზე უნდა იყოს სუფთა სანთელი. ამ სანთელზე არავინ არ უნდა შეეხოს, სანთელი უნდა იყოს სუფთა. ეს ეკლესიური სანთელი არ უნდა იყოს, ხელზე ნაყიდი სანთელი არ უნდა იყოს. ნუ ხელზე ნაყიდ სანთელს თუ ანთებს ადამიანი უკეთესია ხელზე ანთებული სანთელი უკეთესი არის რა ქვია კერძო პირისაგან ან მაღაზიისაგან ან რა ქვია არის მაღაზია ვაგზალზე სადაც იყიდება სანთლები იქ ამზადებენ სანთლებსა და იქ ამზადებენ ცვილს სანთლის ცვილს ბევრნაირი სანთლები იყიდება, წითელი სანთლებიც იყიდება, მწვანე სანთლებიც იყიდება, ყვითელი სანთლებიც იყიდება. ეს რა ქვია მაღაზია ვაგზალზე დინამო სტადიონის მაღლა ვაგზალზე არის გორის ქუჩა 25 ნომერი თუ 23 ნომერი არ ვიცი ვაგზალზე იკითხავთ იქ დინამო სტადიონის მაღლა რა ქვია სანთლების ცეხი სად არის აქ და შეგიძლიათ იყიდოთ სუფთა სანთელი, რომ იმას არავინ არ შეეხოთ, ან ძალიან იაფად იყიდება და ხელმისაწვდომი არის, ანუ კილო ღირს 15 ლარი, თუ 16 ლარი თუ რაღაც. და რა ქვია, ან სახში რო ანთებს ადამიანი სანთელს, ეს სანთელზე არ უნდა იყოს ეკლესიიდან გამოტანილი და არ უნდა იყოს ხელმონაკიდები, სხვისი აურა არ უნდა კონდეს ზედ. უნდა იყოს სუფთა სანთელი. ცეცხლის ძალა რა არის? ეხლა მე მაგალითად ვლოცულობ ხო ჩემ სანთლებს ვწვავ. ეს ჩემი ცეცხლის ძალას ასე ვთქვათ ვამუშავებ, ვატრანსფორმირავებ ჩემთვის ვაბლაგა, ჩემი ბიოვერი ბიოპოლისაცის ვაბლაგა სახში თუ დავუშვათ ვიდეო ჩავთე და ვიდეოში ავტვირთვე ეს ცეცხლის ძალა ეს ცეცხლის ძალა, ასე ვთქვათ, ესე იგი გავუყავი, ანუ მაყურებელს, ვინც უყურებს ამ ცეცხლის ძალას.
მაგრამ კაი ყოფილა ეხლა ეს ცეცხლის ძალა რომ სხვასაც რო გავუყავი, მაგრამ რა ქვია, რო უყურებ ეხლა ადამიანი რო დაუშვათ ლოცულობს ცეცხლის ძალით, ტიხით, მაგრამ რა ქვია, ასე ვთქვათ, არა ყოფილა კარგი, რატო ჩემთვის არა ყოფილა კაი, ანუ რა ქვია, ადამიანმა без პლატნა არაფერი არ ხდება. ადამიანმა ფული არ მომცა, სანთლის ფული არ მომცა, არაფერი არ მომცა და ანუ უყურებს ჩემს რაღაცა ცეცხლის ძალას, ცეცხლის ტიხიას და იწმინდება ამ ჩემი იმით, რა ქვია, ვიდეოთი ან რაღაცით, რომ ანუ ჩემი ენერგიებით ჯერ ხმით, მერე ლაპარაკით, მერე რაღაცით, ხო და ასე ვთქვათ, მუქთად არაფერი არ მუშაობს. და მე შევწყვიტე, მე უკვე რა ქვია, შევწყვიტე ამისი გაკეთება, იმიტომ რომ მიხვდი, რომ ეს არის ტყუილი, არიან ეხლა მაგები, არიან ეხლა ნათელმხილველები, არიან ეხლა გამომლოცველები, რომ ვითომ ეხლა ლოცულობენ, რომ აი ყველასათვის ვითომ ვიც უყურებს იმას, რომ რაღაცა, მაგრამ ეს რა ქვია, ჩემი რა ქვია, ერთი სეანსით, ერთ სეანს უყურებს 10 კაცი. ერთ ლოცვას შეიძლება მოусმინო ლოცვა, მაგრამ ის ლოცვა შენ სახელზე უნდა იყოს ჩაწერილი. ის სანთელი შენ სახელზე უნდა იყოს ანთებული. ის რა ქვია, დრო შენ სახელზე უნდა იყოს განკუთვნილი. ესე მუშაობს ეს რა ქვია, სიმართლე თუ უნდა ადამიანს ის სეანსი, ის რეგრესის, ის წელაიუში რაღაცა უნდა იყოს შენ დროზე გათვლილი და შენთვის გათვლილი მარტო კერძო პირადად იმ დროში, იმ სეანსში 10 კაცი ვერ ჩაეტევა, ეს ჯგუფური რაღაცეები რო აქვს გაკეთებული ამ ნათელმხილველებს, ამ იმაზე ეს არის ყველაფერი ცრო, ტუფთა და არ მოქმედებს არაფერზე. ეს არის იქნება რაღაცა ბლაკიროიუში ეგრეგერი და ის ეგრეგერი ხაპავს ამ ენერგიებს. თუ რა ქვია, სანთელი მე სახში ეხლა ვანთებდი ჩემ იმაზე, სანთელს ხო, ცეცხლს ხო და ვლოცულობ ჩემთვის ხო, დაუშვა, ჩავწერე ჩემი გადაცემა, ჩემთვის ავანთე სანთელი ჩემთვის ხო. მე ყველასათვის არ ამითია ეს სანთელი, იმიტომ რომ რა ქვია, არ შეიძლება ჯერ ერთი უფულოდ მე ვერავის ვერ გამოვლოცა, ვერავის ბიოპოლში ვერ შევალ, ვერავის ვერ წაუკითხავ მანიფესტებს, ვერავის ვერ ვასწავლი, ვერაფერს დაუკითხავა თუ არ აინტერესებს და თუ რაღაცა პატივი არ ამცა, თუ რაღაცა ხელი არ გამიმართა, მე არავისი ვალდებული არა ვარ, ჩემი ენერგიები და ჩემი ცეცხლი გავუყო სხვებს და მით უმეტეს გრუპავოი ეს არ კეთდება. ვითომ აი ლოცულობენ, იმია სახელი დაასახელე, იმია სახელი დაასახელე, იქ კი ეხლა ყველა თავის სახში ზის და თავის სახში ლოცულობს და თავის სახში უყურებს ამან, მაგრამ ის თავის სახელს ასახელებს იქ, მაგრამ რატო ასახელებს იმ სახელს, რომ ვითომ ილოცება, ესე არ ხდება, ეს გრუპავოი გამოლოცვები, გრუპავოი სეანსები და ჯგუფური ის არ ხდება, ეს უნდა იყოს გათვლილი სპეციალურად ერთ ადამიანზე. ესე, ანუ ეს ცეცხლის ძალა, მე წავშალე ჩემი ვიდეოები, სადაც სანთელი მინთია, სანთელი შემიძლია ამან თუ არა პრობლემა და ისე ვილაპარაკო, ჩემთვისაც უკეთესია, დაიწვება ნეგატივები და ვიღაც რაღაცები მე არ გადმომედება. რაღაცი დამეხმარება, მაგრამ მე მივხვდი, რომ მე ჩემ ცეცხლის ძალას ვკარგავ. რატო უნდა დავკარგო მე ჩემი ცეცხლის იზობილია და ჩემი ცეცხლის ძალები? ვის გამო, რის გამო, რომლებიც არ მიფასებენ არაფერს? და არც აინტერესებთ არაფერი და იწერენ ჩემგან რაღაცეებს და მიაქვთ თავისთან და იბრალებენ თავისზე ეს მაგები და ეს რაღაცეები. გადასაწერი არაფერი არ არის, ჯერ ერთი მანიფესტები არსებობს და შეგიძლია ადამიანი შევიდეს და წაიკითხოს ყველაფერი, მაგრამ თუ ადამიანს უნდა დახმარება,
მე სეანსებს არ ვაკეთებ, მე ასტრალებში არ ავდევარ, მაგრამ შემიძლია ადამიანს ლოცვით დავეხმარო, კერძო ლოცვით, პირადი ლოცვით, სადაც წერ ვიდეოებს და სადაც უგზავნი ხალხს ამ ვიდეოებს, რომ მოусმინოს ეს ვიდეოები. სანთლის ძალით, ცეცხლის ძალით, წყლის ძალით მეც ვცდილობ ეს ადამიანი თან ლოცულობ, თან წარმოვიდგენ, თან რაღაცა და ვცდილობ ეს ადამიანი გავკურნო პირადად და არა ეს ჯგუფურად ეს არ ხდება და მე ამას თავი დავანებე. ჯგუფურად ერთ სეანსში 9 კაცს ვერ გავკურნავ, ეს არის ტყუილი. ეს არის ისა, ლავუშკები. ხო, ესე რომ რა ქვია ეს სანთელი კიდე ადამიანი, როდესაც მიაქვს სახში სანთელი, უნდა იყოს, აი რაღაცისთვის მიაქვს სანთელი, ხო, რომ ეს სანთელი უნდა ავანთო, იმიტომ, რომ ამ სანთელზე ხდება პროგრამა, რისი პროგრამა, რომ სანთლის ძალით, ცეცხლის ძალით, წყლის ძალით, აერის ძალით, გაიწმინდოს ბიოველი, ბიოპოლი, სახლი, კარი, ჩემი ენერგიები, თავზე შემოიტაროს ეს ცეცხლი, აანთოს საკმევერი, აანთოს ნახშირი, კაისუნი იყოს, სახში გასუფთავდეს ნეგატიური ენერგიები, მოშორდეს, ნეკროტიკა, ბიოველს, ბიოპოლს, ხო? ეხლა რა არის წყალი? წყალი არის, რა ქვია, წყალი არის, ჩვენ ვართ წყლის მატარებლები, ბევრი წყლის მატარებლები, ხო, 80% წყალია ჩვენში, თუ 90% არ ვიცი და წყალი საერთოდ ადამიანმა გამოხდილი წყალი, ცოტა ადუღებული, ძალიან გადახარშული კი არა, ცოტა ოდნავ ადუღებული, წყალი უნდა დალიოს, რომ გაიწმინდოს ეს დირკბელები, ფილტვები, ამ წყლის იმით ხდება შლაკების მოშორება, დისტრუქციული ენერგიების მოშორება და ეს, რა ქვია, წყალი გადაატრანსფორმიროს, ძველი უჯრედები ახალად ვირუსები გაყაროს, ახალი იმუნიტეტი აიმაღლოს, ეს ორგანიზმს გაწმენდას ხელს უმართავს წყალი და სულიერი გაწმენდაც გადაივლოს წყალი, დაიბანოს წყალი, წარმოიდგინოს ასტრალში, რომ ეს წყალი თავზე ესხმება, ან 1.5 საათი დადგეს ვანაში, დუშის ქვეშ და წარმოიდგინოს, რომ ვითომ სულიერად ჩაიფიქროს, სულიერად ხორცელად ვიწმინდები, სულიერად ხორცელად სუფთავდები, ყველაფერი ცუდი მიდის. შორდება, ჩაირეცხა, გავიწმინდე, დეზინფიციროვანი გავხდი. წყალიც ესეთია, რომ დაუშვათ სახში დადოს ადამიანმა, რა ქვია, ნამდუღარი წყლები, გამოხდილი წყლები, დაალაგოს 1-5-6 ბოთლი, 5-6 ბანკა წყალი და რა ქვია, ამ ლოცვის დროს დადოს მაგიდასთან, ლოცვის დროს, რა ქვია, ლაპარაკის დროს, კაი ინფორმაციას უყურებს, კაი აფერმაციას უყურებს, კაი რაღაცას უყურებს, ეს წყალი დაიმუხტება სასიკეთო ძალებით დაიმუხტება ეს წყალი და შეუძლია ადამიანს ეს წყალი ან დალიოს, ან მოსვას, ან თავზე გადაივლოს, ან დაიბანოს, ან რაც ამ წყალზე წაიკითხოს ლოცვები, რომ აი უფალო დამეხმარე ანგელოზები, უფალი რა არის? უფალი არის კაი ენერგიები, კაი ინფოპაკეტები, კაი პროგრამაა ეს უფალი, ვიშიე სვეტრიე სილების, ვიშიე სვეტრია, ასე ვთქვათ, კეთილი ძალების კაი პროგრამაა ეს, აბსოლუტი არის კაი პროგრამა, კაი ენერგიები, კაი ევოლუციები და ეს არის უფალი, ჟივარი, კაი ენერგიები, კაი რაღაცა, კაი ხასიათი, კაი ბუნება, კაი მიდგომა. ხო, ეხლა ეს წაიკითხა ადამიანმა ამ წყალზე, რომ აი უფალო, კაი ენერგიებო, ვიშიე სვეტრიე სილებო, თვარეცებო, კაი პროგრამებო, მაღალ ვიბრაციულო ხრონიკებო, ინფოპაკეტებო, რაც არის, ხო? დამეხმარეთ, აი ეს გამომაჯამთელეთ, აი ესე გამანთავისუფლეთ, ეს მომაშორეთ, ეს ისა დამიცავით, მადლობა კაი უფალს, მადლობა კაი ანგელოზებს, კაი არხანგელოზებს, მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემ ვიშიას და შეუძლია ეს ადამიანმა მერე დალიოს.
დალიოს, დაიბანოს, სახლი გაწმინდოს, სახლი მიაბწყუროს ამ წყლით. ცოტა შიგნით ეხლა დასალევ წყალში მარილიანი წყალი არავინ არ დალიოს, მაგრამ სახლის გასაწმენდა ცოტა შიგნით მარილით შეგიძლია დადგა რა ქვია იქ სადაც ლოცულობ ან რაღაცა და მარილიც დაიმუხტება ამ ლოცვა განკურნების, მანიფესტების, საფერმაციების ენერგიებით და მე ეს მარილი შეგიძლია იხმაროს ადამიანმა ან წყალში გამოიყენოს, ან სახლის დალაგებისას, ან მანქანის გაწმენდისას გამოიყენოს, ან სარკეების გაწმენდისას გამოიყენოს და თქვას, რომ ყველაფერი ცუდის ნიმაეცა, ზაკრივაეცა პარტალები. Всё. ეს ანგელოზები, სული, კოპია, ვიშიე სვეტრიესილები და ვიშიე სვეტრიე ძალები დაეხმარებიან იმ ადამიანს, რომ ყველაფერი ცუდი მოშორდეს სახლს, კარს, მანქანას, პირად ნივთებს, ტელეფონი გაწმინდოს, ნოუთბუქი გაწმინდოს ოდნავ მარილიანი წყლით. ესე. ეხლა რა არის მიწა? მიწა ვიცით, რომ ჩვენ მიწაზე დავდივართ და მიწის რა ქვია, ვასხადაში, ვისხადაში დაბალი ამსვლელ ჩამომსვლელ პატოკები ბრუნავს და ეს რა ქვია, მიზიდულობა, განზიდულობა და ეხლა მიწის მიზიდულობი ვართ ამ მიწაზე. და ეხლა მიწის ძალა რა, ეხლა მიწის ძალა შეგიძლია კაი ყვავილი დარგო, ქოთანი დარგო, კაი ის დარგო, რა ქვია, მიწის ძალას ასრულებს მარილი, კრისტალნი მარილი და მარილი ისეთი რაღაცა კრისტალნი, ხრუსტალნი თუ რაღაცა არ ვიცი, ამბობენ ეს მეცნიერულადაც და ეს რეგრესოლოგებიც, რომ რაღაცა, რომ ეს მიწის ძალას ასრულებს ეს მარილი და წმინდავს ამ ბიოველ ბიოპოლს. ეხლა მიწით ხო ვერ გავწმინდავთ ეს იმას, მაგრამ მიწაც შეგვიძლია სახში მოვიტანოთ, ხახვი დავთესოთ, ყვავილი დავთესოთ პატარა ქოთნებში და გაგვიხარდება რომ ამოა ის ყვავილი და ესე მიწის ძალაც დაგვეხმარება ჩვენს პონტში, ჩვენს რა ქვია, ასე ვთქვათ, გაგებაში, ჩვენს ბიოველ ბიოპოლში მიწის ძალა დაგვეხმარება, რომ აი ჩემს სახლში, ჩემს ბიოველ ბიოპოლში, ჩემთვის საჩემოთ აი ესე სიკეთე ხდება რაღაცა, იმიტომ რომ მე მინდა ესე. ვისაც არ უნდა და ყველაფერზე იცინის და ყველაფერი ზღაპრები გონია, ეგონო ზღაპრები, მაგრამ მე ყველაფერი ზღაპრები არ მგონია, მე მგონია რომ არსებობს რაღაცა ვიშიე სვეტრიესილები და რომ არსებობს ჩემი სული და რომ მარტო ბიორობოტი არა ვარ და მარტო ჭამა არ მინდა და მარტო სამსახური არ მინდა, რომ სხვა რაღაცებიც მაინტერესებს. ხო, ეს არის ასე ვთქვათ მარტო განცხრომა არ მაინტერესებს და მარტო ისა გარყვნილობა არ მაინტერესებს. ცოტა სხვა რაღაც ზოგი მარტო იმაზე დადის, გულაობაზე, გარყვნილობაზე, განცხრომაზე, გაძღობაზე, ბევრი ფულიანობაზე, მივახციე, მე რას მიაღწიე რა ადამიანი აღწევს მაშინ, როცა ცოტა ენერგიებთან, სულიან ენერგიებს გაინთავისუფლებს, აი მაშინ მიაღწია ადამიანმა. თორე ბიორობოტს ეხლა მიაღწია არიქა ეხლა დიდი რამე ბიორობოტმა რა რაღაცა რა არიქა სიარული ისწავლა, ვარჯიში ისწავლა, კარატე ისწავლა, კუნთები გაიზარდა, მოტო ისწავლა, ისა ველოსიპედი ისწავლა, მანქანის ტარება ისწავლა, თვლა ისწავლა, 2x2, 4x5, 5x10 ტაში ტუში. ეს დიდი რამე ეხლა ბიოსისტემა ისედაც ისწავლის ამ ყველაფერს, ბიოსისტემა იმიტომ მიეცა ადამიანს რომ სული ისწავლოს და სული განივითაროს და სულიენი ენერგიები გახდეს, რომ არიან ხელებით კურნავენ ადამიანს, მან რატო გახდა ეგეთი კი არ დაიბადა, იმან ისწავლა ბავშვობიდან აინტერესებს და ესე და ხელებით კურნავს, ბიოველებით კურნავს უკვე ადამიანს. ხელებით განკურნების დროსაც კიდე რეგრესოლოგები და ისენი რა ქვია იმას ერთი წამი რავნავესები ხო ბიორამნავესები ესე იგი ხო
ანუ რეგრესოლოგები და ეს ბიო რაღაც დამავიწყდა ამისი სახელი რას ეძახიან ამას რუსულად რა ქვია ეს ბიო შემოქმედები ბიოველებით რო წმენდავენ ბიოენერგიებით რო წმენდავენ ხალხს ზურგზე რა ქვია მასაჟისტებზე მე არ მაქვს ლაპარაკი მასაჟისტებიც კაია მაგრამ მასაჟისტებმა არიციან დაცვა და ზაშიტები არიციან ეს ბიოენერგეტიკებზე ბიოველებზე მაქვს მე ლაპარაკი როდესაც ეს ბიოველებით ენერგიებით ხალხს რა ქვია წმენდავენ ეს ბევრი გადაცემა არის ეს YouTube-ში რუსულად უნდა ჩაწერო ბიო რაღაცა და ამოვარდება იქ ბიო რავნავესიაო თუ ბიო რაღაცას ეძახიან ეს რა ქვია ხდება ასე ვთქვათ ზაშიტებს აკეთებენ ჯერ როგორ ზაშიტებს აი ჩემი ენერგიებია ხო ჩემი ენერგიები რო არ მინდა ეხლა სხვა საუკუნალობ ხო და გავაჭუჭყიანო ჩემი ენერგიები სხვისი რაღაცით არ ჩემი ენერგიებით რო არ გაჭუჭყიანდეს ხო ეს რაღაცა ეს სხვისი ბიოველი ბიოპოლი დაუშვათ მე ვარ ჭუჭყიანი და ისუფთა ხო ან ის არის ჭუჭყიანი და მე რაღაცა ანუ რო დავიცვა თავი დავიზღვიო თავი აკეთებენ ეს რეგრესოლოგები მაგალითად ზალოტოი ხელთათმანებს ენერგო ხელთათმანებს ზალოტოი ბიოველ ბიოპოლებს ეს შეუძლიათ იმათ იმიტომ რომ ეს ტელეპათიური ნიჭიც აქვთ ენერგიების ნიჭიც აქვთ გახსნილი და ეს რა ქვია ფლობენ ამ ენერგიებს ხო და მე ამ ჭუჭყიან ენერგიებს ჩემ ენერგიებს თუ სხვის ენერგიებს თუ სხვა ენერგიებს ყრიან რა ქვია პარტალებში ტუალეტებში ნატრანსფორმაციის პერევიჩნუ ენერგიებისათვის გადაამისამართავებენ ჭუჭყიან ენერგიებს არხებს კანალებს რაღაცას პარტალებში ტუალეტებში გალაქტიკის იადროებში ნაგვებში ჩერეზ ნაგვები ჩერეზ გალაქტიკის იადროებში და კანალებს ასუფთავებენ ბელი ზალატი ულტრაფიოლეტოვი პატოკები და თან ნოვიცა მერე იქ ზალატი ულტრაფიოლეტოვი ფილტრები ზაშიტები ხო ეს შეუძლიათ ასე ვთქვათ ხელებით ვინც კურნავენ ადამიანები იმათ так ეხლა რა მინდოდა მე ხო ეს არის სანთელი და ეს არის ცეცხლის ძალა ანუ სანთელი წყალიც უნდა იყოს პირადული წყალი არ უნდა მოიტანოს ადამიანმა ეხლა ბუნებიდან თუ წყალი მოაქვს ძალიან კაია ბუნების წყალი წყაროს წყალი ბუნების წყალი ძალიან კაია ბუნების წყალსა და წყაროს წყალს რო წაიღებს ადამიანის სახში და რომ რა ქვია ან ლოცვას წაიკითხავს ზედან ოდნავ ადუღებს გამოხდის და ისე იხმარს ისე დალევს ხო ბუნების წყაროს წყალი ძალიან კაია ადამიანისათვის და რა ვიცი ახლა წყალიც უნდა იყოს პირადული აი წყალზეც კიდე ვინ რა ილაპარაკა ვინ რა შევიდა ვინ რა გავიდა ვის რა მისლი ფორმები კი ქონა არ უნდა იყოს ეს წყალი აი რაღაცა ბინძური და სუფთა უნდა ეცადოს ადამიანმა სუფთა წყალი დალიოს აი ისედაც ჰაერში ახლა ჰაერი მე ყოველთვის ვანიავებ ჰაერს ხო და ცეცხლს ანთელს ავწვავ და ვასუფთავებ და მინდა რომ სუფთა ჰაერი ვისურვო არ მინდა ამ ჰაერში ცუდი სუნები ცუდი ინფოპაკეტები ცუდი ვირუსები არ მინდა ამ ჰაერში ქუჩაში რომ გადის ადამიანი რა ემართება ყველაფერი ქუჩაშია პაპიროსის სუნი რა ქვია იმის სუნი რა ქვია ბენზინის სუნი, სალიარკას სუნი, მანქანის სუნი, ჭუჭყის სუნი და ყველაფერი და ვინ ოფლის სუნი და ყველაფერი და ასე ვთქვათ ადამიანი სუნთქავს ამას. რო სუნთქავს მე რა მოსდის ცუდი ვირუსები და ცუდი პროგრამებსა სუნთქავს. აი მოდის ადამიანს. იმიტომ არის კაი ეხლა პირბადით იაროს ადამიანმა ქუჩაში და ყველგან, მაგრამ წამსიცხეში, ამიმაში, ამაზე წარმარება პირბადეს ვერ გაიკეთებ რა. ეგაც არის. მე იმიტომ იღლება ეს ტვინი წარამარა დავიძალების გაყრით, ავი ინფოპაკეტების გაყრით, ეს უნდა დაიწვას, ეს უნდა და კოპიები დაიღალნენ უკვე ამდენი დისტრუქციული ინფორმაციების, ეს ინფორმაციები საიდან გადადის, ჰაერიდანაც გადადის, საიდან გადადის, წყლიდანაც გადადის, საიდან გადადის, ურთიერთობებიდან, აურებიდანაც გადადის, საიდან გადადის კიდე ანტენებიდანაც, სიხშირეებიდანაც გადადის და ძალიან ბევრი მანიპულაციები ხდება.
ხო, ესე. ანუ სანთელი, წყალი და ყველაფერი უნდა იყოს პირადული. საკრივაიცე პარტალები ზარათი ულტრაფიოლეტოვი პატოკის ზომბირია ფილტრებით.